ბელარუსის სიცხის ეროვნული რეკორდი. ქარის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აფეთქება ამერიკაში. არასეზონური წვიმები უზბეკეთში. ძლიერი შტორმები რუმინეთსა და უკრაინაში. გადაცემის გაგრძელებაში გასული კვირის მთავარი კლიმატური მოვლენები. უკრაინა. 29 ივნისს უკრაინის ერთბაშად რამდენიმე რეგიონი აღმოჩნდა ძლიერი ჯექა-ქუხილის ფრონტის დარტყმის ქვეშ, რომელსაც წინ უძღოდა ანომალიური სიცხე. ლოუში მაქსიმალური ტემპერატურის რეკორდები ზედიზედ 6 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა. 29 ივნისს დამყარდათვის ახალი ტემპერატურული მაქსიმუმი +27.4 ცელსიუს გრადუსი. მოსულმა ატმოსფერულმა ფრონტმა გამოიწვია ძლიერი ჯექა-ქუხილი, თავსმოცვიმები და ნაკადური ქარი. ლოუში სტიქიამ რაიონული ადმინისტრაციის სახურავის ნაწილი გადახადა და აზიანა ფანჯრები, წააქცია 2 ათეულზე მეტი დიდი ხე, რომელთაგან ერთ-ერთი ტროლეიბუსს დაეცა. დაზიანდა საკონტაქტო ქსელი, ჩაიკეტა გზები, ხოლო რამდენიმე ტრამვაის მარშრუტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეჩერდა. ჯექა-ქუხილის დროს მეხის დაცემისგან დაშავდა 6 წლის გოგონა, იგი რეანიმაციაში გადაიყვანეს. Миколая до нас поступила дівчинка 6 років. ვოლინის ოლქში მეხი დაეცა წყალსატევის მახლობლად, სადაც ადამიანები ისვენებდნენ. შედეგად 7 ადამიანმა, მათ შორის 4 ბავშვმა, დაკარგა გონება და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. როვნოსა და ვოლინის ოლქებში შტორმმა დააზიანა 400 ჰექტარზე მეტი ტყე. ჟიტომირის ოლქში ნაკადურმა ქარმა ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა 53 დასახლებული პუნქტი. 29 ივნისის საღამოსთვის ჯექა-ქუხილის ფრონტმა კიევს მიაღწია. თავსხმაწვიმებს თან ახლდა მტვრის ქარიშხალი და ქარის აფეთქებები, რომელთა სიჩქარე წამში 20 მეტრს აღწევდა. ქალაქში წაიქცა ხეების სარეკლამო ფარები და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები, ხოლო ზოგიერთი ქუჩა დაიტბორა. ძლიერი თავსხმაწვიმების შემდეგ კიევის მახლობლად მდებარე ეროვნული სამხედრო მემორიალური სასაფლაოს ტერიტორიაზე წყლის ნაკადებმა გზები გამორეცხა, ხოლო ბოლოდროინდელი სამარხების ზონაში გრუნტის დაწევა აღინიშნა. რუმინეთი. 29 ივნისიდან ანომალიური სიცხის შემდეგ, როდესაც რუმინეთის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა, ქვეყანას ძლიერი შტორმების სერია დაატყდა თავს. სტიქიამ ქვეყნის 20-ზე მეტ ოლქში ათობით დასახლებული პუნქტი დააზარალა. ყველაზე სერიოზული შედეგები დაფიქსირდა დედაქალაქში, ქალაქ ბუქარესტში, სადაც 1 ივლისის ღამეს, რამდენიმე საათში 88 მმ-ზე მეტი წვიმა მოვიდა, რამაც ნალექების საშუალო თვიურ ნორმას გადააჭარბა. ქარის აფეთქებები საათში 90 კილომეტრს აღწევდა. მასშტაბურმა წყალდიდობებმა პარალიზება გაუკეთა ქუჩის მოძრაობას, დატბორა მრავალი სარდაფი და შენობების პირველი სართულები. ათობით ავტომობილი, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანები, წყალში გაიჭედა. სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა 1000-ზე მეტმა წაქცეულმა ხემ. საკონტაქტო ქსელის დაზიანების გამო ტრამვაები და ტროლეიბუსები გაჩერდა. ბასარაბიას ბულვარზე მოძრაობა შეიზღუდა საგზაო საფარის ჩანგრევის საფრთხის გამო. მეტროს რამდენიმე სადგური დაიტბორა და განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა. რკინიგზაზე სიტუაცია არანაკლებ კრიტიკული აღმოჩნდა. წაქცეული ხეების გამო 20-ზე მეტი მატარებელი გაჩერდა, ხოლო რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა სრულად შეწყდა. დიმბოვიცას შვედეთის ქალაქ ტირგოვიშტეში ქარმა საცურაო კომპლექსის სახურავი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის გადახურვა გადახადა. ერთი ადამიანი დაშავდა გაფანტული ნამსხვრევებისგან. ბუჩეჯის მთებში პადინას პლატოზე იმ დროს, როდესაც 14 ბავშვისგან შემდგარი ჯგუფი მასწავლებელთან ერთად მთის მარშრუტს გადიოდა, მეხი დაეცა. პედაგოგმა სხეულის ზედაპირის დაახლოებით 30%-ზე პირველი და მეორე ხარისხის დამცრობა მიიღო და იგი საავადმყოფოში გონზომყოფი გადაიყვანეს. ერთი ბავშვი ასევე ჰოსპიტალიზებული იქნა ფეხის ტრავმით. ილფოვის შვედეთის გენიასას კომუნაში მიკროავტობუსზე ხის დაცემის შედეგად ერთ-ერთი მგზავრი დაიღუპა. ბელარუსია. ივნისის ბოლოს ბელარუსის ქვეყანაში მეტეოროლოგიური დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში სიცხის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტალღა გადაიტანა. ზოგან გადახრამ კლიმატური ნორმიდან 10 გრადუსს გადააჭარბა.
29 ივნის ქალაქ პინსკში თერმომეტრის ვერცხლის წლისვეთი 40.4 ცელსიუს გრადუსამდე აიწია, რაც მაქსიმალური ტემპერატურის ახალი ეროვნული რეკორდი გახდა. სინოპტიკოსებმა ამ დღისთვის საფრთხის წითელი დონე გამოაცხადეს. სიცხეს უკან არ დაუხევია ღამითაც კი. ბელარუსის მნიშვნელოვან ნაწილში ტემპერატურული მაჩვენებლები ტროპიკული ღამის კრიტერიუმს შეესაბამებოდა, ანუ თერმომეტრის სვეტები 20 გრადუს ცელსიუსზე დაბლა არ ჩამოსულა. მოგილევის ოლქის ბობრუისკის რაიონს 29 ივნის თავს დაატყდა ძლიერი ჭექა ქუხილი და ნაკადური ქარი, რომლის საფეთქებები წამში 22 მეტრს წამში აღწევდა. ქარი შხალი ქალაქის დღის აღნიშვნის დროს ატყდა. ქარმა მთავარ მოედანზე ბაზრის დახლები, ჩარდახები და სხვა დროებითი ნაგებობები დაანგრია. წაიქცა 100-ზე მეტი ხე. მათგან ერთ-ერთი 5 სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. ასევე დაიბლოკა მრავალი გზა, დაზიანდა 12 სატრანსპორტო საშუალება. ნაკადურმა ქამა ორ შენობას გადახურვა, გადახადა და ერთ-ერთ მაღაზიაში ფანჯრები ჩაამსხვია. 1 ივლისს ძლიერი ჭექა ქუხილის შტორმისგან, რომლის დროსაც ქარის აფეთქებები წამში 20 მეტრს აღწევდა, ძლიერ დაზარალდა გროდნოსა და მინსკის ოლქები. ქალაქ მოლოდეჩნოში დიდი ხე პირდაპირ პარკირებულ მსუბუქ ავტომობილს დაეცა. საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. Это случилось сегодня в середине дня по улице Толстого. Дерево, которое росло... Узбекეთი. ივლისის დასაწყისში უზბეკეთი არატიპური ამინდის პირობებს შეეჯახა. უზჰიდრომეტის მონაცემებით, პირველ რიცხვში ყარაყალპაკეთის რესპუბლიკის უმეტეს რაიონში დაფიქსირდა ძლიერი ნალექი და ქარი, რომლის სიჩქარე წამში 22 მეტრს წამში აღწევდა. ქალაქ ნუკუსში ნაკადურმა ქარმა შენობას სახურავი გადახადა. ქვეყნის დედაქალაქ ტაშკენტში ჩაიარა ძლიერმა ჭექა ქუხილმა, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა. ქალაქს თავს დაატყდა თავსმაწვიმა, სეტყვა და ნაკადური ქარი. სოციალურ ქსელებში ადგილობრივი მაცხოვრებლები უკიდურეს გაკვირვებას გამოხატავდნენ ასეთი ძლიერი უამინდობის გამო, რადგან ივლისი ტრადიციულად რეგიონში წლის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ და მშრალ თვედ ითვლება, სადაც თვეში საშუალოდ 3 მილიმეტრზე მეტი ნალექი არ მოდის. ძლიერი თავსმაწვიმების შედეგების სამარყანდის ოლქშიც აღინიშნა. უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მთიან რაიონებში მოსული წვიმების შემდეგ მდინარე ზარაფშანში წყლის ხარჯი მკვეთრად თითქმის 3-ჯერ გაიზარდა, მდინარემ ნაპირი გამორეცხა და სამარყანდი, ურგუთის, ხაზის, რკინიგზის ლიანდაგის მონაკვეთი დააზიანა. მსგავსი ჰიდროლოგიური სიტუაცია ბოლო 20 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ნაპირების გასამაგრებლად ჩართეს 15 ერთეული სპეციალური ტექნიკა. უხმა წვიმებმა ასევე გამოიწვია ღვარცოფული ნაკადები რამდენიმე რაიონში. სპეციალისტის თქმით, ბოლო წლებში კლიმატოლოგები ზაფხულის ძლიერი წვიმებისა და შტორმების გახშირებას კლიმატის გლობალურ ცვლილებას უკავშირებენ. საჰაერო ნაკადების გარდაქმნის გამო ცენტრალური აზიის სიღრმეში ახდავს ნოტიო და გრილი ციკლონები. გახურებულ ჰაერთან შეჯახებისას ისინი აყალიბებენ ჭექა ქუხილის ფრონტებს, ხოლო საშუალო წლიური ტემპერატურა უზბეკეთში უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მსოფლიოს საშუალო ტემპები, რის გამოც ამინდი სულ უფრო ექსტრემალური ხდება. ამერიკის შეერთებული შტატები. 29 ივნის ადრეულ დილით ძლიერმა ჭექა ქუხილმა გადაიარა სამხრეთ დაკოტას შტატის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, რამაც ყველაზე ძლიერი დარტყმა ჰაიმურს მიაყენა. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ქალაქის შემოგარენში დაფიქსირდა სწორხაზოვანი ქარის აფეთქებები, რომელთა სიჩქარე საათში დაახლოებით 211 კმ/სთ-ში აღწევდა. ეს მაჩვენებელი გახდა მეორე ყველაზე ძლიერი ქარის აფეთქება შტატში ოდესმე გაზომილთა შორის, რომელიც არ ყოფილა დაკავშირებული ტორნადოსთან. ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, გადააკირავა ავტომობილები, დააზიანა მარცვლეულის ბუნკერები და ქარის გენერატორების კოშკები. ჰაიმორში გამოირთო ელექტროენერგია, გზები ჩაიხერგა ხეებითა და ნამსხვრევებით. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მაცხოვრებელი ყვებოდა, რომ სტიქიის დარტყმამდე ძალიან ხმამაღალი გუგუნი ატყდა, ხმა მოახლოებულ სატვირთო მატარებელს გავდა, შემდეგ კი გაიგონა, როგორ ტყდებოდა შუშა და როგორ ეცემოდა რაღაც სახლს. ივნისის ბოლოდან ბლოკირებელმა ანტიციკლონმა ამერიკის თავზე მაღალი წნევის თავისებური სახურავის ჩამოაყალიბა, რომელიც ქვეყნის კონტინენტური ტერიტორიის 2/3-ზე მეტ ზედაპირთან აკავებდა გავარვარებულ ნოტიო ჰაერს. შედეგად სითბურმა გუმბათმა შექმნა ექსტრემალური სიცოცხლისთვის საშიში პირობები უმსხვილეს საქალაქო აგლომერაციებში, რამაც 200 მილიონზე მეტ ამერიკელზე მოახდინა გავლენა.
სიცხის ტალღა დაემთხვა ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასა და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ფეხბურთში. მასობრივი ღონისძიებების პიკში აღქმადი ტემპერატურა ზოგან 46 გრადუს ცელსიუსს აღწევდა. რიგ მჭიდროდ დასახლებულ საქალაქო რაიონებში ღამითაც კი ტემპერატურა დაახლოებით 27 გრადუსის ფარგლებში ნარჩუნდებოდა. ორგანიზმი ვერ ასწრებდა დღის სიცხისგან აღდგენას და სითბურის სტრესი კვლავ განაგრძობდა დაგროვებას. ვაშინგტონში, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის თავისადმი მიძღვნილი მთავარი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობდა, სიცხისგან დაზარალებულ ათობით ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მოგვიანებით პროგრამის შეწყვეტა მოხდა. მოახლოებული ჯეკა ქუხილის გამო დამსწრეების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა ეროვნული ხევნიდან, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაგეგმილი გამოსვლა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყო. ზოგიერთ ქალაქში ორგანიზატორებს მოუწიათ სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამის შეცვლა, ან მათი სრულიად გაუქმება. NASA-მ გააუქმა საჩვენებელი ფრენა და საიუბილეო ცერემონია, რადგან პირდაპირი ტრანსლაციისთვის განკუთვნილმა აღჭურვილობამ გადახურების პირობებში არაკორექტულად დაიწყო მუშაობა. ექსტრემალური სიცხე შეჰყო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატსაც. თამაშები მიმდინარეობდა გასაგრილებლად განკუთვნილი დამატებითი პაუზებით, ხოლო ფეხბურთელებს წყლითა და ყინულიანი პირსახოცებით შველოდნენ. ასევე მატჩების შეფერხებები ხდებოდა ჯეკა ქუხილის გამო, რომელიც სიცხის კვალდაკვალ მოვიდა. კონდიციონერების მასობრივი მუშაობის გამო ენერგოსისტემაზე დატვირთვის მკვეთრმა ზრდამ ქსელის ფუნქციონირება საფრთხის ქვეშ დააყენა. გათიშვების თავიდან ასაცილებლად ელექტროსადგურებს დროებით შემსუბუქეს ეკოლოგიური შეზღუდვების ნაწილი და სრული სიმძლავრით მუშაობის ნებართვა მისცეს, ასევე ამოქმედეს სარეზერვო დიზელის გენერატორები. სიცხემ გავლენა მოახდინა სარკინიგზო მიმოსვლაზეც. კომპანია New Jersey Transit-მა გააფრთხილა მგზავრები აღჭურვილობის გადახურების გამო მატარებლების შესაძლო 30 წუთამდე დაგვიანებისა და რეისების გაუქმების შესახებ, ხოლო კომპანია Amtrak-მა განაცხადა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთის დერეფნის მატარებლებმა დღის საათებში შესაძლოა შემცირებული სიჩქარით იმოძრავონ. ნიუ-ჯერსის შტატში ჰაერი 41 გრადუს ცელსიუსამდე თბებოდა, სავარაუდოდ სიცხის გამო აქ 25 ადამიანი დაიღუპა. ამ ადამიანთაგან ბევრი კონდიციონერის გარეშე მყოფ სახლებში იპოვეს. გაუსაძლისი სიცხე შეიცვალა ძლიერი შტორმებით ჯეკა ქუხილითა და ქარის აფეთქებებით საათში 130 კმ/სთ. წაიქცა ხეები, გაწყდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გარეშე ასობით 1000 მომხმარებელი დარჩა. ამერიკის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, სიცხე ქვეყანაში ყველაზე მომაკვდინებელი ამინდის საფრთხეა. იგი ყოველწლიურად საშუალოდ 273 ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა, რაც ორჯერ მეტია წყალდიდობების შედეგად გამოცვეულ სიკვდილიანობაზე და მნიშვნელოვნად უსწრებს ტორნადოების, ქარიშხლებისა და მეხის დაცემისგან გამოცვეულ სიკვდილიანობას. ამასთანავე, როგორც გრაფიკზე ჩანს, ბოლო წლებში სიცხისგან გამოცვეული სიკვდილიანობის რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება, რაც ამ საფრთხეს სულ უფრო სერიოზულს ხდის. რისკის მთავარი ფაქტორია არა უბრალოდ მაღალი ტემპერატურა ცალკეულ დღეს, არამედ თავად სიცხის ტალღა. ზედიზედ რამდენიმე დღე ღამე ცხელი დღეებითა და თბილი ღამეებით, როდესაც ტემპერატურა თითქმის არ ეცემა. ორგანიზმი ვერ ახერხებს ამოსუნთქვას და ვერ ასწრებს აღდგენას. ქალაქებში ამას აძლიერებს სითბური კუნძულის ეფექტი. ბეტონი და ასფალტი დღისით ხურდება, ღამით კი სითბოს უკან აბრუნებს, ამიტომ მზის ჩასვლის შემდეგ სითბური სტრესი კვლავ განაგრძობდა დაგროვებას. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მრავალ რეგიონში იზრდება სიცხის ტალღების რიცხვი და ხანგრძლივობა, რაც ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი აწყდება იმ რისკებს, რომლებისთვისაც ისინი უკვე აღარ არიან მზად. ამიტომ პროგნოზების გაუმჯობესება, დროული გაფრთხილებები, წყალთან ხელმისაწვდომობა, გასაგრილებელი პუნქტები და უსაფრთხოების მარტივი ინსტრუქციები. ეს არის რეალური ზომები, რომლებსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.